მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2020 წელი ამოცანა ნომერი 11. ერთ წრფეზე მოთავსებული 3 წერტილოვანი ქუმუხტი A წერტილში ქმნის გარკვეულ დაძაბულობას. მოცემული გვაქვს 3 წერტილოვანი მუხტი, რომელიც ერთმანეთის ტოლი არის სიდიდით, Q1 უდრის Q2-ს, უდრის Q3-ს და უდრის Q-ს. რომლებიც A წერტილში ქმნიან გარკვეულ დაძაბულობას. A წერტილიდან რა მანძილზე უნდა მოვათავსოთ მეოთხე წერტილოვანი მუხტი, ესე იგი მეოთხე მუხტი გვაქვს, რომლის სიდიდეს ასევე Q-ს ტოლი არის. მეოთხე წერტილოვანი ქუმუხტი სად უნდა მოვათავსოთ, რომ A წერტილში ველის დაძაბულობა 0-ის ტოლი იყოს. ესე იგი, ჩვენ ისეთ მანძილს ვეძებთ Rx, სადაც მეოთხე მუხტის მოთავსების შემთხვევაში ჯამური ველი 0-ის ტოლი გამოგვივა. ხო, მოდით ახლა დავუშვათ, ეს იყოს პირველი წერტილი, ეს იყოს მეორე წერტილი, ეს იყოს მესამე წერტილი და შესაბამისად ახლა ქუმუხტი ცხადია A წერტილში რაღაც ერთ ველს შექმნის, მეორე წერტილში მოთავსებული ქუმუხტი რაღაც ასევე ველს შექმნის A წერტილში, შესაბამისად მესამე წერტილშიც. და მოდით მუხტებიდან A-დან მანძილებიც შემდეგნაირად ავნიშნოთ. პირველი წერტილში მოთავსებული ქუმუხტიდან A წერტილამდე მანძილიც დავარქვათ 1, როგორც ნახალიდან ჩანს არის 3 ერის ტოლი, ეს არის 3 ერი. R2 ტოლი იქნება მეორე წერტილში მოთავსებული ქუმუხტიდან ამდე მანძილი 2 ერის ტოლი და შესაბამისად R3-ისთვის მესამე წერტილში მოთავსებული ქუმუხტიდან ამდე მანძილი იქნება ერის ტოლი. ასე. ხო. ახლა მოდით ახლა ეს მუხტი დავუშვათ, აი ამ წერტილში მოვათავსეთ მეოთხე მუხტი, აქედან აქამდე მანძილი არის Rx-ის ტოლი. ახლა თუ გავითვალისწინებთ ველების სუპერპოზიციის პრინციპს, პირველი მუხტის, მეორე მუხტის, მესამე მუხტის A წერტილში შექმნილი ველების სუპერპოზიციის პრინციპიდან გამომდინარე, მაგათი ჯამი იქნება ჯამური ველი, რომელიც A წერტილში შექმნის ამ სამი მუხტის ზეგავლენით. ანუ აი ეგ შექმნის რაღაც ველს, მოდი აი ეს ველი არის, აი ასე ავნიშნოთ, აი აქ შექმნის რაღაც E დავარქვათ, E4 ველს, მოდი ეს იყოს E4 ველი. ასე, ხოლო აქ მოთავსებული ქუმუხტი პირიქით, აქეთ მიმართულ ველს შექმნის, ხო? აი ასე, ეს იყოს E5 ველი დავარქვათ, მოდი ამას და იმისთვის რომ A წერტილში ჯამური ველი 0-ის ტოლი გამოგვივიდეს, ამ სამი მუხტისგან შექმნილი ველმა E4-მა უნდა დააკომპენსიროს აქეთ მყოფი ქუმუხტის მიერ შექმნილი E5 ველი, რაც ნიშნავს იმას, რომ E4 სიდიდით, რა თქმა უნდა მიმართულებით არ ემთხვევა, მაგრამ სიდიდით ერთმანეთის ტოლი უნდა იყოს, ხო? ასე და მოდი ეს იყოს E5 და ამას დავარქვათ E. ახლა რა იქნება E1-ის სიდიდით? E1-ის სიდიდით ველს თუ დავუმატებთ E2-ს, დავუმატებთ E3-ს, ტოლი უნდა გამოგვივიდეს ჯამური ველის, ხო, E4-ის, რომელიც 1 გვაქვს, ხო, აღნიშნე. ანუ ეს ტოლი უნდა იყოს S. არა, ეს ტოლი იქნება 1. 1 იქნება KQ1 R1-ის კვადრატთან პლუს E2 იქნება KQ2 R2-ის კვადრატთან პლუს KQ3 R3-ის კვადრატთან. ახლა რა შეიძლება მეოთხე მუხტს, რომელიც აი აქ გვაქვს მოთავსებული, ხო? ეს რა ველს შექმნის A წერტილში? ქუმუხტი შექმნის KQ4 შეფარდებული მანძილთან, A-დან Q-მდე, ხო? ეს იქნება Rx-ის კვადრატი, რომელიც ასევე თავისუფლად უდრის S. ესეც S უდრის, ესეც S უდრის. ანუ S-ენი ერთმანეთის ტოლი ყოფილა, საიდანაც გამომდინარეობს, რომ KQ1 R1-ის კვადრატი პლუს KQ2 R2-ის კვადრატი პლუს KQ3 R3-ის კვადრატი ტოლი უნდა იყოს KQ4 Rx-ის კვადრატის. ეს კაები შეგვიძლია ახლა ჩვენ შევკვეცოთ და მოცემულობაში შემავალი სიდიდეები შევიტანოთ ამ გამოსახულებაში. Q1-ის, Q1 R1, Q2 R2, Q3 R3-ის მნიშვნელობები შეგვიძლია შევიტანოთ. რას მივიღებთ? Q1, Q2, Q3, Q4 ერთმანეთის ტოლი არის, შესაბამისად გვექნება Q შეფარდებული R1, როგორც ხედავთ, არის 3 ერი, 3 ერის კვადრატი მოგცემს 9R კვადრატს, დამატებული Q2-იც არის Q-ს ტოლი, Q შეფარდებული 2 ერის კვადრატთან, ან 4R კვადრატთან, ამას დამატებული Q3-ის, რომელიც ასევე Q-ს ტოლია, შეფარდებული R3-ის კვადრატთან, ანუ R კვადრატთან.
ეს ტოლი იქნება Q4-იც არის Q შეფარდებული RX კვადრატთან. ეს Q-ებიც მოდით შევყვეცოთ და რა დაგვრჩება? თუ გავაერთმნიშვნელიანებთ, აქეთ საერთო მნიშვნელი იქნება 9R კვადრატი, შესაბამისად ზემოთ იქნება R პლუს არა, და საერთო მნიშვნელი იქნება უცრავად 36, რა თქმა უნდა, 9R კვადრატი არ იქნება 36R კვადრატი 9R კვადრატთან 4, 4 პლუს 9-ს 4 პლუს 9 პლუს 36 უდრის 1 შეფარდებული RX კვადრატთან. საიდანაც 49 შეფარდებული 36 კვადრატთან ტოლი იქნება 1 შეფარდებული RX კვადრატთან. ეხლა მოდით ტოლობის ორივე მხარიდან თუ ამოვიღებთ ფერს, მივიღებთ რომ აქედან გამოგვივა 7 შეფარდებული 6R-თან უდრის 1 შეფარდებული RX-თან, საიდანაც საბოლოოდ RX-ისთვის მივიღებთ რომ ეს ტოლი იქნება 6R შეფარდებული 7-თან. ესე იგი საბოლოოდ პასუხს თუ ჩავწერთ RX-ი ტოლი იქნება 6R შეფარდებული 7-თან. პასუხი E.